ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა მომწერა ასეთი რამ, რომ გადაგვეღო ისეთი სოფელი ქართული, სადაც წყალიცაა, გაზიცაა, დენიცაა და გზაც არის. აი ბატონო, ეს არის ისეთი სოფელი. ყველაფერია, გზაც მშვენიერია, სახლებიც კაი სახლებია, ლამაზად გაკეთებული და ყველანაირი კომფორტი არის. ასე უნდა იყოს ყველა სოფელში, მნიშვნელობა არ უნდა კონდეს მაღალმთიანში არის თუ დაბალმთიანში. რა, ბესო, გზა ხარ შეგვეშალა. მარჯვნივ იყო შესახვევი? ამიტომ ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სოფელს ჭირდება გზა, უპირველეს ყოვლისა. გზა რო იქნება, მე ყველაფერი დანარჩენიც გაკეთდება. გზა თუ არ არის, აზრი არ აქვს არაფერს, ვერავინ თუ ვერ ავიდა სოფელში. ესე იგი, აქ არის ასასვლელი. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 20 თებერვალი და ვიმყოფებით სოფელ ახატანში. როგორც იქნა წამოვიდა თოვლი, განსაკუთრებით აქ სოფელი არის ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრზე და სოფელ ახატანთან არის წმინდა იოანეს სახელობის ეკლესია. მინდა რომ ეს ეკლესიაც ვნახოთ და შემდეგ გავაგზავნებთ ჩვენ გზას. კიდე რამოდენიმე სოფელი გვინდა დღეს მოვინახულოთ. საკმაოდ კარგი სოფელია, ლამაზი სახლები, დიდი დაჩები. სხვათა შორის დაჩა არ ვიცი ქართულად როგორაა და თუ ვინმე მიცით მომწერეთ. საკმაოდ კარგი გზებია სოფლამდე, სოფლის ბოლომდე არის ასფალტი. ამოვედით ძალიან მარტივად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი თოვლი მოვიდა და მივიდეთ ახლა ეკლესიაში. შევიდეთ, სანთელი დავანთოთ და გავაგზავნოთ მერე ჩვენი გზა და ვნახოთ შემდეგი სოფლები. მეგობრებო, მე ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა იაქტიურეთ. YouTube-ს თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ბევრმა იცით ალბათ თავისი მოთხოვნებია. შესაბამისად, აუცილებელია მიაღწიო რაღაც პარამეტრებს. ეს პარამეტრების ჯერ მე ვერ მივაღწიე. ამიტომ თქვენი დახმარება მჭირდება, მეტი ნახვები, მეტი ლაიქები და მეტი კომენტარი. ერთი თვის განმავლობაში უნდა მივაღწიო შესაბამის პარამეტრს. თუ ვერ მივაღწიე, YouTube-ი გააუქმებს ჩემს გვერდს. ასე რომ თუ მოგწონთ ჩემი არხი, ცოტა მინდა რომ იაქტიუროთ. ყველას დიდი მადლობა წინასწარ. ეხლა შევიდეთ ეკლესიაში დავათვალიეროთ. ეხლა მივდივართ სოფელი ახატანისკენ. თოვლი წამოვიდა როგორც იქნა. და ნელ-ნელა იმატებს, იმიტომ რომ ზევით და ზევით მივდივართ. გამოვიარეთ სოფელი საგურამო, ბიწმენდი გამოვიარეთ. კიდევ ერთი სოფელი ბესო რომელი? ახატანში. გამოვიარეთ აგრეთვე სოფელი ჯიღაურა. და ეხლა შევართ ახატანში. თოვლი ნელ-ნელა იმატებს, რაც ძალიან კარგია. აი როგორც სულავს. ცალი ხიდით წურავს. ესე იგი, ყველგან თოვს რუსთავის გარდა, რუსთავში თოვს ვერ ვეღირსეთ რა. ფაქტიურად აფრიკაში ვცხოვრობთ. ეგრე თოვლი იყო, კაცო. სოფელ ახატანში ვნახოთ იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და სოფელი ახატანის მერეც არის, ხო? ერთი სოფელი, აღარ მახსოვს რა ქვია. სხვათა შორის მერე აღარაფერი აღარ არის, ეგ არის ბოლო სოფელი. ბოლოა? ესე იგი, რაც მე დავაფიქსირე თბილისთან ახლოს სოფლები, რომელიც არის, ყველგან არის გაკეთებული გადასარევი გზა, მშვენიერი გზა მიდის ყველა სოფლამდე. და არც მიტოვებული სახლები მაინც და მაინც არ არის. მშენებლობის დებათი. ნაკვეთები იყიდება ძალიან ბევრი. სანამ სოფელ ახატანამდე შემოვედით, ძალიან ბევრი ნაკვეთი იყიდება და არა, საგურამოც კაი ადგილია, მაგრამ ეს ზევითაა, მაღალზეა უფრო რა.
შავი ტბილიჯი. იქით არის შავით სოფელი. და კაი დიდი სახლებიც არის ამ სოფელში. სამხურში ციგრილე იქნება. რამდენ მეტრაზეა ბესო? ნახავ. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 900 მეტრაზე უნდა იყოს. ეხლა ვარ 800 მეტრი. ხო და ზევით მივდივარ კიდე. არა, აქ აი თოვლი არის და დევს კიდევაც კარგად. ნახე რამ ხელა სახლებია ბაბუ. აგე კიდე იყიდა, ეს იყიდება სახლიო. ძალიან ბევრი სახლი იყიდება და ნაკვეთი. საკურამოს კიჟობია ბესომარა ცოტა შორსა და დრო უნდა მეტი და საკურამოდან ბაბუ, კარგი გზა არის რა, უნდა აქ ამოსვლას. 15 წუთი უნდა აქ მოსვლას. საკურამომდე არის აქედან 6 კილომეტრი, რა ის დრო. 1 საათი. არ არის კაი. აქ არ არის, აქამდე სანამ მოვიდით ხო კაი გზა იყო კაცო. აქ უკვე მორჩა მე მგონი სოფელი აღარ არის, ხო? ეხა იქით კიდე ყველა სოფელია როგორ არის. ეს კიდე სოფელია. ნახება რამდენია. პირდაპირ, ხო? ხო. კი, არის ყოფილა, ხო? თან რა კარგი სახლებია, ლამაზი მშვენიერი და დიდი სახლები. დაჩებია რა. დაჩები როგორაა ქართულად? დაჩა. იყიდება კიდე ეგერ ნაკვეთი. დაჩები. დაჩები რუსულადაა ბაბა. აი კიდე რა ლამაზი სახლია. იყიდება ვაგერწი რაღაც შენობა. აი მიტოვებული სახლი ერთი ცალი. მეორე მიტოვებული სახლი. ხო. მესამე მიტოვებული სახლი. ეგერ ახალი აშენებული მშვენიერი სახლი. გიგზაებ. არ ვიცი, მე პირდაპირ წამოვედი და ბესო მეტყვის, აითაც მოსახვევი იქნება. სოფელ ახატანს გამოვცდით და ეხა გვინდა ვნახოთ ეკლესია არის სოფელთან. აუ ბესო ეს გაასწორე რა. რა. აი ეს ისა დვორნიკი. გავასწორო? ხო, მიდი რა. რაღაც ამოტრიალდა. არა, ბესო, ძალიან მაგარი ამინდია, თოვს. ყინვა არ არის. იქნება ალბათ 0 გრადუსი, თოვლი არ დნება და შევიდეთ ეკლესიაში. ეს არის ახატანის წმინდა იოანეს სახელობის ეკლესია. ამინდია გადასარევი. შვენიერი თოვლი მოდის. მაგიდაც არის აგერ. ეკლესიასთან. არა, აქ სულ გავიყინებით რა უნდა დავждეთ. თითქმის ყველა ეკლესიასთან არის ხოლმე გაკეთებული ფაცხა, მაგიდა სკამები დასასვენებლად.
კი, მაგრამ ფეხით გავისეირნეთ, ბაბო. წავიდეთ, ხო? მაგარი. შაჟურნებული თოვლი მოდის მაგისტრიდან. მაგარია, მაგარი. წავედით, ბიჭებო. რომ მოდიოდეს, კაი იქნებოდა თოვლი. თოვლი რომ მოდიოდეს, ზაფხულში ისედაც კაი იქნება, ახლა მაგარი ხეები. კი, კარგი ტყე არის, ზამხულში იქნება სიგრილე. მაგარია, მინდორიც არის. ახლოს არის თბილისთან. სოფელიც კარგია, სოფლამდეც კარგია მოსასვლელი გზა არის. ასე რომ მშვენიერი ადგილია, ისევე როგორც საქართველოში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილებია, უბრალოდ ცოტა მიხედვა უნდა, მოვლა უნდა, ყურადღების მიქცევა უნდა. და ჩვენზე მაგარი და ლამაზი ქვეყანა არ იქნება მსოფლიოში. სულ არ გვინდა არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, ჩვენ მიხედავთ ჩვენ თავებს. ასე მგონია მე ჩვენზეა ხალხზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა და კეთილდღეობა. აქ-იქ მაინც არის მიტოვებული სახლები, ხედავ. არა და ახლოს არის ქალაქთან, თბილისთან, გზაც მშვენიერია და ყველანაირი კომფორტი არის ამ სოფელში მოყვანილი. ვისაც აქვს შესაძლებლობა, ის იშენებს კარგ დიდ სახლებს, დაჩებს. ვისაც არა კიდე გაქცეულია და სახლები მიტოვებულია. ჩის განათებებიც არის. სოფლის სასაფლაოა, აქაც რაღაცა ეკლესია და ის ეკლესიაც მინდა რომ ნახოთ. აქ არის, აქვე არის გზასთან ეკლესია. აბერტი აქ ავიდეთ. აქ მოვატრიალეთ და ჩამოვალ. აი სოფელ ახატანშიც არის თავისი სოფლის ეკლესია და მაინტერესებს რა გვარის ხალხი ცხოვრობდა. აი ციკლაური გულბათაშვილები ღარიბაშვილები ოზიაშვილი ზანდუკელი კიდე ოზიაშვილი ოზიაშვილი ეს ძველი მანქანა არის აქ დარჩენილი ამო ბესო ეკლესიაში შევიდეთ შევიდეთ ეკლესიაში სად არის შესასვლელი კარები აქედან არ არის წინიდან არის აი ამასაც ვერ გიბულობ რა თუნდა ხე ეკლესიას ჭიშკა ისა ბოქლომი ეკლესია მე როგორც ვიცი ყველასათვის უნდა იყოს ღია. რა ბოქლომით დაკეტილი ეკლესია რა არის ხე ეკლესიაში მოსაპარე? თან სოფლის იმა ცენტრი. რა ვიცი. საკუთრება ვინმესი რო კეტავ ბოქლომით თუ რა არის. კარგით, წავედით ახლა სხვა სოფელში. სოფელი ახატანიდან გამოვედით და ახლა შევალთ სოფელ ბიწმენში. აგერ კიდე იყიდება ნაკვეთები. ძალიან ბევრი ნაკვეთი და სახლი იყიდება. აი შევდივართ სოფელ ბიწმენში. დინარეს რა ქვია? ახატანი წყალი, ხო? დინარეს ქვია. ახატო
ახატნის ხევი. სოფელი ბიწმენდი ცოტა შედარებით დაბალზეა, ვიდრე ახატანი და თოვლიც ნაკლებად დევს. აქ მშვენიერი გზებია, ყველანაირი კომფორტი არის, გაყვანილობები, გაზი, წყალი, დენი. შეხვერძავდი. ქვევით უნდა ჩავიდე. აქეთ ხო? ბიწმენდის ეკლესია გვინდა ეხლა ვნახოთ და ბიწმენდის კვირაცხოვლის. კვირაცხოვლის ეკლესია. არა ცოტა ასასვლელი. ავიდეთ მერე. ცოტა ასასვლელი ვერ შევგაშინებს ჩვენ. მე რა ლამაზი სახლებია ამ სოფელში. ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა მომწერა ასეთი რამ, რომ გადაგვეღო ისეთი სოფელი ქართული, სადაც წყალიცაა, გაზიცაა, დენიცაა და გზაც არის. აი ბატონო, ეს არის ისეთი სოფელი. ყველაფერია, გზაც მშვენიერია, სახლებიც კაი სახლებია, ლამაზად გაკეთებული და ყველანაირი კომფორტი არის. ასე უნდა იყოს ყველა სოფელში, მნიშვნელობა არ უნდა კონდეს მაღალმთიანში არის თუ დაბალმთიანში. რა, ბესო, გზა ხარ შეგვეშალა. მარჯვნივ იყო შესახვევი? ამიტომ ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სოფელს ჭირდება გზა, უპირველეს ყოვლისა. გზა რო იქნება, მე ყველაფერი დანარჩენიც გაკეთდება. გზა თუ არ არის, აზრი არ აქვს არაფერს, ვერავინ თუ ვერ ავიდეს სოფელში. ესე იგი, აქ არის ასასვლელი. აი, კიდე მშვენიერი. პირდაპირ არის, ხო? ასე ხო, ბესო, პირდაპირ. არის კი. აგე ძაღლები, წავასწარით საქმეზე. ძაღლები დაკავებულები არის. ხელი შეუშალეთ, მაგრამ არა უშავს მერე გააგრძელებენ. ალბათ არის ბესო ასე გზა არ ვიცი, რავი შენ. ო არა, მაგრამ ეს ეხა საით რო არა ჩას მარჯვნივ. მარჯვნივ სოფელში შევდი. აი ზევით? ჯვარი იქ არის. ელა არ გადავიდეთ. ცურავს. აი ამოვედით. ამოვედით სოფელი ბიწმენდის ეკლესიასთან. პატარა ძველი ეკლესია არის. აი შევიდეთ რა პატარა შესასვლელი აქვს. აი თოლში რამდენია ამოსული. ეს არის სოფელი ბიწმენდი. კაი დიდი სოფელია. სოფელიც კარგად ჩანს. ავედით.
გადი ზადრით, იმიტომ გეუნები. ბიჯო, არა მოყირავდე კაცო. ვერა ხოლო. ეგრე გაასწორე და გადი. მიდი, კაია. წადი. ბიჭმენდის ეკლესიაც ვნახეთ. ხوانსია ხوار მეშლი ვაგე. აი დიდი სოფელია ბიჭმენდი. ეს მშრალი ხიდი. აი ახლა ჩვენ აქედან მოვედით ხო მარჯვენა. აი იმ კაც შევეკითხეთ აბა. რა უნდა შევეკითხოთ? გალავანში პირდაპირ მედივარ, ბაბო. მივდივარ. მივდივართ, აბა რა. აქედან მოვედით. ახლა მე შელასამო, მე სადაც ჩვენებს იმას. ხო, კი ბატონო, აქედან მოვედით ის. აქედან გალავანში გავიდოდით თორე, არ იცი? ხო. ისე გონია. რა მონასტერია აქ, სოფელ ბიჭმინდის მამათა მონასტერი. ბიჭმინდის მამათა მონასტერი. სად არის აბა? დროის მეტი რა გვაქვს კაცო? შორს არის? ბიჭმინდის მამათა მონასტერი? ხო. მაინტერესებს მე ბიჭმენდის მამათა მონასტერი. აი კიდე რა კაი ლამაზ სახლს აშენებს. პირდაპირ. საით ბესო? მარჯვნივ არ არის გზა. მარჯვნივ? იქით? თუ აი ზევით? თუ საით? არა, მარჯვნივ. აგერ არის. გადი აქ. აგერ მონასტერი ალბათ ეს. უი, აგე მონასტერი. მაგარი მონასტერია. აქეთ პატარა ეკლესიაა და პირდაპირ მონასტერია. რამდენი იქით ეკლესია? ხო. აქეთაც არის ეკლესია, აგე წინ, ნახე. კაი, გავჩერდეთ ახლა. სწორი ადგილი არსა და გადააჭიროთ. ამოვედით ბიჭმენდის მამათა მონასტერში. და საკმაოდ საინტერესო ადგილია, იმიტომ რომ აი რამხელა სოფელია. მონასტერთან არის აი ესეთი კიდე ლამაზი ეკლესია. ალბათ ესეც ეკუთვნის მონასტერს, ხო? მამათა მონასტერს და ზევითაც არის კიდე ეკლესია. სანთელს დავაცებს და მე სხვა ეკლესია ვნახოთ.
ეს მონასტერი არის ახალი აშენებული. ყველა ეკლესია ისიც ახალია, ესეც და გავაგზავნოთ ახლა გზა, ხო ბიჭები? სად მივდივართ ახლა? ხო, წავიდეთ რა. თორე ცივა და გშია, მოგშვი და დავიღალეთ. საკეიფო არ ნახო? საკეიფო? სად ახლოს არის? სოფელი გალავანია და იქიდან გალავანი უნდა ვნახოთ სოფელი ყველა ვარიანტში. წავედით. მივდივართ მეგობრებო სოფელ გალავანში. ალი შეგხვდებით. დიდ მარკიო თუ რა? აი კიდე ბიწმენში რამხილა შვენიერ სახლებს აშენებენ. ყოჩახ, ძალიან კარგი სოფელია ეს. ყველა სოფელი ასე უნდა იყოს, ყველა სოფელში უნდა იყოს აი ესეთი დიდი სახლები, კარგი გზა და ქვეყანას წინ წავა. აი რა ლამაზი სახლებია. ეს არის სოფლის გასასვლელი, ხო? დასრულდა ამით. და შევდივართ ახლა სოფელ წინამძღვრიანთკარში. წინამძღვრიანთკარი. ვა, აბა ვნახოთ ერთი სოფელში რა ხდება. იყიდება მიწა, იყიდება სახლი. აი კიდე იყიდება ნაკვეთი სოფელ წინამძღვრიანთკარში. ვა, ზევით ნახე რა კაი სახლებია. ლამაზი დიდი ლამაზი სახლები. აჰა, სოფელს ეგე თავის მშვენიერი პარკია გასართობი ბავშვებისთვის. ეს არის მდინარე რუისის ხევი. მდინარე რუისის ხევი. ალბათ მოვა დრო და ყველა სოფელში იქნება კარგი გზა, კარგი სახლები, მიტოვებული სახლები არ იქნება. იმედი მაქვს მოვა იქ დრო. მორია იმედი მქონდეს. აი ახლა ასეთი სახლები არ უნდა იყოს ყველა სოფელში. ნახე რა კაი ლამაზი სახლია. გრანდიოზული სახლს აშენებს ღმერთმა ხელი მოუმართოს. ბოლო როგორც იქნა ვნახეთ რა, განვითარებული ქართული სოფლები თორე. ჩვენ ისეთ ადგილებში დავდიოდით რომ სადაც არც გზა არ არის, არც დენი, არც წყალი, არც გაზია და იქ რა თქმა უნდა ვერანაირი ცხოვრობს და ხალხიც არ არის შესაბამისად და აი სადაც ყველაფერია, ხალხიც მოძრაობს, სოფელი ცოცხალია, აშენებს სახლებს ხალხი. ეს არის პავლეს მარანი. მარანი იყო ესა? ვა, რამხელა მარანია. ეკლესიაც არის ეგერ. მარანში არ შეგუშვებენ ვითომ? აი ეს რა არის აქ? მარანის დამხმარე ნაგებობები. რაღაც უნივერსიტეტია. სად უნდა შევიდეთ? აი ერთი დატოვებული, მიტოვებული სახლი ნახეთ სოფელში. ძველი კომუნისტური შენობა რაღაც, მაგრამ ერთი ოთახი გაკეთებულია, ვიღაცა არის მაინც შეკეთ. ეს რა, იყიდება ეგ რამხელა სახლი იყიდება. გამოვედით ხო ესე იგი ჩვენ სოფლიდან ბესო? ხო, ახლა სოფლებიდან გამოსულებული მიწებში. და ერთი კაი ადგილი ნახეთ ჩვენ რუკაზე.
და გვაინტერესებს მივიდეთ ახლა იმ ადგილამდე. აგი კიდე ნახე რამ ხელა green space რაღაც შენდება აი სასტუმრო შენდება რა კარგი სასტუმრო შენდება ასეთი კარგი სოფლები თუ იყო ამ ადგილებში ნამდვილად არ ვიცოდით ეს ეხა მთიანეთის რეგიონია ხო რა ახლოს არის თბილისთან მცხეთასთან და განვითარებული სოფლებია ყველაფერია გზაც არის და ყველაფერია ჩვენ ეხა სიმონ მარცხნივები ვართ ომის ლტოლვილთა დასახლებაში 2008 წელს რო იყო ომი ეგრე აწერია საით არის ეს იმას უკეთია სნაირო გლავნად დაგო აჰა ეს არის ომის ლტოლვილთა დასახლება მარჯვენა მხარეს უნდა გემთხვი რა არის აი ადგილზე ცხოვრობ, სუფთა ჰაერია, ეგერ ტყე არის, ზამხულში სიგრილე იქნება. აქ აშენებენ, ეგერ ნაკვეთებია, შემოღობილი და აშენებენ ხეხილის ბაღი. რამდენი ტერიტორიებია. ესე იგი, არაფერი არ აჩანს ერთი ხის გარდა. იქით მინდოდა რა, ბესო, სადაც არაფერი არ ჩანდა. კი, ჩანს, აგერა. აქ ფაცხაც ყოფილა და რა ქვია ამ პატარა ეკლესიას ბესარიო? ცაცხვიანის ხატი. პატარა ეკლესია. ზაქარობა რა, ზაქარობა. სოფელი გალავანი გამოუიარეთ, ეხა ჩვენ მეგობრებო, გადავიღე და დაახლოებით 2 კილომეტრში არის პატარა ეკლესია, ცაცხვიანის პატარა ეკლესია, თავისი ფაცხარი ეკლესიასთან, ისევე როგორც ძირითადად ყველა ეკლესიებთან არის ასეთ გადახურული ფაცხები და როგორი მშვენიერი ამინდია, ნახეთ. კარგად თოვს, დათოვლილია, ნისლია, არაფერი არ ჩანს, 20 მეტრაში არაფერი არ ჩანს. სუფთა ზამთარია. როგორც იქნა, ამოვედით თოვლში ზამთარში. შევიდეთ ეხა პატარა ეკლესიამ ნახოთ და მერე უკვე მოვძებნით სადმე ადგილს რო გავჩერდეთ და დავისვენოთ, თორე დღეს მთელი დღე ასე დავდივართ თოვლში. მოგშვიდა და მოგწყურდა. ეხლა სოფელ არაშენდაში ვართ და მივდივართ სოფელ შანკევანისკენ. სოფელში ასუფთავებენ წმენდენ გზას. თოვსაწმენდი მანქანა დადიოდა და ეგერ ასუფთავებდა გზას. არაშენდაც კარგი აშენებული სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ არაშენდა ქვია, მაგრამ ძალიან კარგი ლამაზი სოფლებია. აშენებულია მშვენიერი დიდი სახლები.
არა შენ და დამთავრდა. კარგი თოვლი დევს აქ გზაზე. ახალია შენობები სახლებია. ნახე რა მაგარი დაჩებია ლამაზი. აქ მაგარი დაჩებია. ზევით კიდე რაღაცებს აშენებენ. იყიდება 660 კვადრატული მეტრი ნეტ აქ რაღაც ნაკვეთები. და დაურეკო ერთი გაიგო. ეს სოფელი გავს ევროპულ სოფელს. გზები იწმინდება, მაგარი დიდი სახლებია, ლამაზი. ეს ახალი დასახლება. ეგერ საქართველოს ევროკავშირის დროშაა გადმოკიდებული. ეგრეა ფაქტიურად ევროპაში. სინათა გარცეთ სახლი არა. 10 წლის წინ არის ხო აქ სახლი. ესეც არა შენდა, ხო, ბესო? შანკევანი არა. ეს უკვე შანკევანში მოვედით. შევდივარ ცოტა შანკევანში გადავა. გადადი კულტურა ის გადავიდოს. არა, მაღალზეც არის ეს, ხო? ბესო 900 მეტრზე ხო იქნება ზღვის დონიდან. მეტი თუ არა. ეხა ცხონებული ბიძა ჩემის დაჩასაც ჩაავლით გვერდზე. მამა ანტონი. ხიდზე უნდა გადავიდეთ, ხო? ეხა ბრუნდებით სახში, ეხა გავჩერდით ჩვენ ერთ-ერთ სოფელში, დავისვენეთ. და კარგი თოვლი მოდის.